სააკაშვილი არის შევარდნაძის მემკვიდრე, რომელიც 1991 წლის სისხლიანი პუჩის ბოლომდე მისაყვანად გაახელისუფლეს, გოჩა კელენჯერიძე. ასავალ-დასავალი 2010 წლის 29 ნოემბერი 5 დეკემბერი, ნომერი 48. ვესაუბრებით დღესდღეობით უცხოეთში მცხოვრებ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიურ წევრს, სამიანურის საზოგადოების დამფუძნებელ გოჩა კელენჯერიძეს. ბატონო გოჩა, ემიგრაციაში მყოფი ქართველობა როგორ აფასებს საქართველოში დაწყებულ ახალ საპროტესტო მოძრაობას? როგორც მოგეხსენება, წარმომადგენლობითმა სახალხო კრებამ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საყოველთაო დაუმორჩილებლობის გზით ბრძოლის დაწყება გადაწყვიტა. გოჩა კელენჯერიძე, მე მივესალმები სახალხო კრების აქტიურ ბრძოლას სააკაშვილის ანტიქართული რეჟიმის წინააღმდეგ. სამიანურის საზოგადოება, რომელიც თბილისში 1992 წლის 3 იანვარს დახვრეტილ პატრიოტთა თავგანწირული ბრძოლის უკდავსაყოფად შეიქმნა, მხარს უჭერს საყოველთაო დაუმორჩილებლობის პოლიტიკას. ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ: სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა ეფუძნებოდეს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომლებიც ქართველ ლერს ზვიად გამსახურდიეს ეროვნულმა ხელისუფლებამ დაუტოვა. კითხვა: რას გულისხმობთ? პასუხი: სააკაშვილი არის შევარდნაძის მემკვიდრე, რომელიც 1991 წლის სისხლიანი პუჩის ბოლომდე მისაყვანად გაახელისუფლეს. ამდენად თუ ჩვენ ამ რეჟიმის, ანუ შევარდნაძისა და სააკაშვილის ხუნტის დაძლევა გვსურს, აუცილებლად უნდა დავეყრდნოთ სამართლებრივ ბერკეტებს. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სახალხო კრებამ ამთავითვე მისცეს სამართლებრივი შეფასება 1991-12 წლების სისხლიან გადატრიალებას. საქართველოში გასული საუკუნის 80-იან წლებში დაწყებული ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის საფუძველი გახდათ 1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაცია. დღეს უნდა დავიწყოთ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღა, რომელიც საქართველოს 1991-12 წლების პუჩის სისხლიანი მემკვიდრეობისგან გაანთავისუფლებს. კითხვა: ოპონენტები აუცილებლად შემოგედავებიან, რა დროს ახალი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობაა საქართველოს გაეროს წევრი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოაო? პასუხი: დღეს საქართველო არც სუვერენული ქვეყანაა და არც დამოუკიდებელი სახელმწიფო. დღეს ჩვენი სამშობლო არის რუსულ-ამერიკული გარიგებით ოკუპირებული ტერიტორია, რომლის ერთ ნაწილზე ბრძანებლად მარიონეტი მიხეილ სააკაშვილია დანიშნული. 1991 წლის 22 დეკემბერს დაწყებული პუჩით ახალი მსოფლიო წესრიგის მესვეურებმა საქართველოდან განდევნეს ზვიად გამსახურდიეს ეროვნული ხელისუფლება. სწორედ ამ გლობალური შეთქმულების შედეგად დაკარგა საქართველომ 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს აღდგენილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. დავაკვირდეთ, როგორც ნოე ჟორდანიას პირველი დემოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ, ასევე ზვიად გამსახურდიეს მეორე დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, გამოიყენეს ლენინური ოსური სეპარატიზმი და ეგრეთ წოდებული აფხაზური პრობლემა. არადა ზვიად გამსახურდია ყაზბეგში ჩამოყვანილი ბორის ელცინის ხელმოწერილი დოკუმენტით პრაქტიკულად გადაჭრა ოსური სეპარატიზმის საკითხი. საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა მოასწრო და მოაგვარა აფხაზური პრობლემას, როდესაც აფხაზებს 28 ადგილი დაუთმო რეგიონულ პარლამენტში, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობაში ისიც ხაზგასმით ჩაწერა, რომ ქართული დეპუტაციის თანხმობის გარეშე აფხაზები ვერანაირ სამხრივ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ. განა საქართველოში არ არსებობს ჭკუათმყოფელი, ვინც კიდევ ეჭვობს, რატო წამოიწყო შევარდნაძემ 1992 წლის 14 აგვისტოს ავანტიურა აფხაზეთში. ანდა რას ემსახურებოდა 2008 წლის 8 აგვისტოს სააკაშვილის მიერ ინსპირირებული სამხედრო აქცია ცხინვალის რეგიონში. ედუარდ შევარდნაძემ 92 წლის 14 აგვისტოს დაწყებული ომით საფუძველი ჩაუყარა აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მიხეილ სააკაშვილმა ედუარდ შევარდნაძის სწორუპოვარმა მემკვიდრემ კი 2008 წლის 8 აგვისტოს ავანტიურით დააგვირგვინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელი სახელმწიფოებად აღიარების რუსულ-ამერიკული გეგმა. თუმცა შეერთებული შტატები არ ცნობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას? კითხვა: პასუხი: მიუხედავად ამისა, ჩვენს მეგობარ შეშფოთებულ ბრჭყალებში დასავლეთის მშვენიერი ურთიერთობები აქვს დამყარებული რუსეთთან. ამერიკაც და ევროპაც რეალურად თითსაც არ გაანზრევენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის, რადგან ერთსაც და მეორესაც ერთიან საქართველოზე მეტად კრემლთან პარტნიორობა სჭირდებათ. ამიტომაც ვამბობ, რომ ეროვნული დამომორჩილებლობის იდეის გამარჯვებისთვის საჭიროა სამართლებრივი საფუძვლები. დღეს თითოეულმა ქართველმა უნდა უპასუხოს ერთ მარტივ კითხვას: როდის აღდგა საქართველოში კანონიერი ლეგიტიმური ხელისუფლება, მას შემდეგ რაც შინაური თუ გარეული ძალების
ძალისხმევით დაამხეს ზვიად გამსახურდიეს ეროვნული მთავრობა. რადგან ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, ჩვენ სააკაშვილის რეჟიმის სახით საქმე გვაქვს არაკანონიერ სახელმწიფო გადატრიალების გზით მოსული ხუნტის მემკვიდრე მმართველობასთან, რომელიც ჩვეული სიშლეგით აგრძელებს წინამორბედის დაწყებულ საქმეს, ქართული სახელმწიფოზე და ქართველი ერის მიზანმიმართულ განადგურებას. ახალი მსოფლიო წესრიგის მამები და მათი ვარდოვანი მარიონეტები მოქმედებენ პრინციპით, საქართველო და ქართველი ერი ისე უნდა დაუძლურდეს და ჩაჩანაგდეს, რომ საბოლოოდ ითქვას უარი ერთიანი ქართული სახელმწიფოს იდეაზე. არა და ამას არც მალავს სააკაშვილი, როდესაც საქართველოს სინგაპურიზაციაზე გველაპარაკება. მოკლედ სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმის დასამარცხებლად ჩვენ უნდა შევიარაღდეთ ეროვნული ხელისუფლების მიერ მოპოვებული სამართლებრივი ბერკეტებით. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების სამართლებრივი მემკვიდრეობის მოქმედების გარეშე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება. უფრო ზუსტად ვერ შევძლებთ საქართველოში კანონიერების და სამართლიანობის აღდგენას. ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს, მით უმეტეს ისეთი გრანდიოზული გეგმის განხორციელების წინ საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებელობა რომ ჰქვია. ესაუბრა გიორგი გიგაური.